პროტესტის მონაწილეებს, რომლებსაც გუშინ ოცნების პარტაქტივი ფიზიკურად გაუსწორდა, დღეს ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობის ან ძალადობის მუხარის მუხლით უჩივლა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით უკვე აქვს დაწყებული. არც ერთი პირი, რომელიც ოცნების შტაბთან მოქალაქეებს, ჟურნალისტებსა და პოლიციას დაუპირისპირდა ამ დრომდე, დაკავებული არ არის. ნაცემი ქალების შეურაცხყოფაზე ოცნების კაცი წევრების შემდეგ ნინო წილოსანიც გადავიდა. ესენი იყვნენ მოძალადეები, ფაშისტები იყვნენ, ქალებიც და კაცებიც სამწუხაროდ. ამბობს წილოსანი პროტესტის მონაწილეებზე ძალადობაზე საუბრისას. მანამდე იმ ქალებს, რომლებსაც გუშინ ოცნების პარტაქტივი ფიზიკურად გაუსწორდა, კალათზემ სხვა ჯიშის ქალების ზარქუამ კი ქაჯები უწოდა. რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. უსი წერს, რომ ამოქმედებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი ცხელი ხაზი. გიორგი შინჯიკაშვილი ქვემო ქართლში ოცნების რეგიონულ ოფისს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ შინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და გამოცხადებული ინდობისთვის კობახიძეს მადლობას უხდის. შინჯიკაშვილმა ქვემო ქართლის ვიცე-გუბერნატორის პოსტი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან ზვიად ხარაზიშვილთან სავარაუდო დაპირისპირების შემდეგ დატოვა. ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი კი შინჯიკაშვილს მოწამვლაში ადანაშაულებდა.